სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ჩვენ ახლა მალე დავამთავრებთ 42 ნაწილს ბიბლიური კითხვები და პასუხების, რომელიც ჩაწერილი 1993 წლის 17 იანვარს. Ამ კითხვაზე პასუხი ადრეც გაეცა, როგორ გაგვერჩია ჩვენ, როდესაც ღმერთი გვსჯის თუ გვწვრთნის. აქ ახლა კითხვა სხვანაირად არის დასმული, მაგრამ იგივე თემას ეხება. და უფრო კიდე სხვანაირად გაცემს ჯონ მაკარტური ამას პასუხს და მე თუ მკითხავთ, ძალიან პრაქტიკულია და ასევე გავიგებთ მის პირად დამოკიდებულებას ამ პროცესთან ჯონ მაკარტურის, რაც მე პირადად გამიკეთებია, პირადად განმიცდია და პირადად მიმიგნია ის თუ რა პროცესი ხდებოდა ჩემში, როცა ღმერთმა ტანჯვის წინაშე დამაყენა. რა სიმპტომებით მიხვდებით იმ პროცესს, როდესაც უფალი გვსჯის ჩვენ. მე ესე დავასათაურე. ძალიან ვიმეორებ, ძალიან პრაქტიკულია, გთხოვთ მოусვინოთ და ყველა აი ეს არის ზუსტად ქრისტიანობის არსი. ჩვენ ქრისტიანი რო ხდებით, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი უკვე всё დამთავრდა, ფრთები გამოვიცხით და პირდაპირ სამოთხეში მივდივართ. არა, განწმენდის პროცესი, ეს არის გრძელვადიანი, ასევე ცხოვრებაც იცით ხომ, ჩვენ გააჩნია რომელ ეტაპზე გადადგავ ამ ნაბიჯშენ და შემოbrუნდები ქრისტესკენ, ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდობაში და რამდენი მთელი ცხოვრება გასავლელი. დაუშვათ 20 წელი გაქვს, 80 წელი თუ ცხოვრობთ საშუალოდ, 60 წელი შენ უნდა იცხოვრო ამ ცოდვილ დედამიწაზე, ამ ცოდვილი ადამიანების გარემოცვაში ირგვლივ და ბუნებრივია შეტევას ექნება ადგილი და ეს პროცესები როგორ გავარკვიოთ, რომელი რა არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ზედმეტად თავი არ დაიდანაშაულო და ეს მოსდის ძალიან ბევრს. შეიძლება ეს იყოს შენი პროცესი, რომ ღმერთმა დაგამდაბლოს, სულიერად გაგაძლიეროს და დაშასთან ამას ადგილი არ ქონდეს. შეიძლება მეორე, როგორც ჯონ მაკარტური იტყვის, შენ კარგად ვერ მიხვდი, რაღაცა ცოდვა არის შენს ცხოვრებაში და ამას სჭირდება კარგად ეგზამინაცია, ანუ კარგად გადამოწმება, კარგად გამოკვლევა გულის პროცესების, იმიტომ რომ ზოგჯერ ხილული არ არის ჩვენ მიერ დაშვებული. ამიტომ ყოველ დღე, მე თუ მკითხავთ, ყოველ დღე და ალბათ როცა აქ ადამიანს მომენტი ამა თუ იმ ქმედებისა, შიგნიდან მე მაგალითად ყოველთვის ვიგრძნობ ხოლმე, რომ ან ზედმეტად თქვი რაღაცა, ან ზედმეტად ვიღაცას ვაწყენე, ან ზედმეტად რაღაცა ისეთი ჩავიდინე, რომელიც არ იქნებოდა მოსაწონი ღმერთისათვის და ამას სჭირდება, გვეუბნება იონეს სახარება, უკაცრავად იონეს წერილები, ყოველდღიური მონანიება. ჩვენ ყავს იესო ქრისტე, რომელთანაც ჩვენ პირდაპირ მივდივართ, ამას არ ჭირდება მღვდელი და ყოველთვის გჭირდება ამის დაფიქსირება, აღიარება და ზურგის შექცევა. ეხლა ერთია რომ ერთხელ ჩაიდინე ადამიანმა, რა ხო შეიძლება ეს რაღაცა აგრძელებ ამაში და შენ არ იცი ამაში ცხოვრება. შეიძლება ეს ფინანსებთან დამოკიდებულება იყოს, შეიძლება ეს იყოს არასწორ ადამიანებთან ურთიერთობა, ხო? უფრო ხშირ შემთხვევაში ალბათ ქრისტიანებში ხდება თუ მაგალითად შენ რაღაცა ისეთი თქვი, რაც არ უნდა გეთქვა. და ძალიან ძნელია ამაზე თვალის მიდევნება. ასე რომ ძალიან პრაქტიკული ის არის და ერთ საოცარ ამბავს ახლა რაცა ჯონი მოყვება, ჯონ მაკარტური, მე მგონი ეს ძალიან ჭკვიის სასწაული არის ყველასათვის. მოდით მოусვინოთ მას. კითხვის ავტორი: სალამი მოგესალმებით, რა სიმპტომები აქვს უფლის მიერ დაჟას და როგორ შეიძლება ამის გარკვევა, რომ ეს მისგან არის? ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, ძალიან კარგი კითხვაა და უნდა ვაღიარო, რომ ეს ზოგჯერ რთულია. გახსოვთ ხომ, იობმაც ეს განიცადა. იობს ყავდა მეგობრების ჯგუფი, რომლებიც, არ ვიცი, არ გამოადგა მას. იცით, როგორ მოდიან იობრის მეგობრები და დიდი ხნის განმავლობაში არაფერს არ მოგვიან. ზიან. ისინი უბრალოდ ისხდნენ და თანაუგრძნობენ. ფიქრობდნენ, რომ ეს სჭირდებოდა იობს. მისი ოჯახის წევრები ყველა გარდაცვლია ცოლის გარდა და თვით ცოლიც გახსოვთ რას ეუბნება. დაწყევლე ღმერთი და მოკვდი. თითქოს ღმერთის დაწყევლა მას ტკივილებს მოუხსნიდა და სიკვდილი კი გაანთავისუფლებდა მას ამ ტანჯვებისაგან. ასე რომ მისი მეგობრები უბრალოდ მოდიან, გრძნობიარობას იჩენენ და დიდხანს ისხნენ სიტყვის ამოუღებლად და ბოლოს ერთ-ერთი მათგანი, იცით ხომ, ელიაზარი არღვევს ამ დუმილს
თითქოს და ის ყველაზე ბრძენი უნდა ყოფილიყო და ეუნება შენი პრობლემები, შენ ცოდვას უკავშირდება შენ ცხოვრებაში არსებულს. სხვაებიც ანალოგიურს მისდევენ. რომ მან გამოიკულიოს თუ რა გააკეთა, ისე არ შეიძლება რომ ღმერთი ამას აკეთებდეს, ესე იგი უნაკლო ადამიანს, უცოდელ ადამიანს რომ ესე მოექცეს. და ჩვენ ვიცით რომ ისინი ძალიან ცდებიან ამაში. ისინი ვერ ხვდებიან თუ რა ხდებოდა ფარდის მიღმა ღმერთისა და სატანას შორის, როგორი გარკვეული ნიძლავი და გარიგებას ჰქონდა ადგილი და ამის გაგებაში არ არიან. უფრო მეტსაც ვიტყვით, საოცარი რამ არის, რომ თავად იობსაც არ ესმის ეს და არ შეეძლო მას გაეგო თუ რა ხდებოდა. სანამდე ნამდვილად არ გამოიკვლევდა თავის გულს. იმის შემდეგ, როდესაც უფალი ეცხადება. ასე რომ მე ვფიქრობ, არ ამგონია მე ამაში დაგეხმარო თქვენ, რომ გაარკვიოთ. თუ მე არ მეცოდინება თქვენი ცოდვის შესახებ, ცალსახად უშუალო ფაქტები. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ღვთის წინაშე ერთადერთი ხართ, ვისაც ამის გარჩევა შეუძლია. აი ამაში კი დაგეხმარებით, ჩემი გამოცდილებაც რო გაგიზიაროთ და თქვითონ თქვენ უნდა გამოიკულიოთ ეს. არის თუ არა ეს სასჯელი. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური სახით ავადმყოფობა, ესეთი ტანჯვამოვლენილი, ეს შეიძლება იყოს სიხარულის დაკარგვა და გახსოვთ დღეს დილით ჩვენ წავიკითხეთ დავითის 50 ფსალმუნი და რას ამბობს დავითი იქ? დამიბრუნე შენი ხსნის სიხარული. და ამბობს რომ ეს ძვლები მას სიტყვასიტყვით ტკივა. ისევ ჯამთელი გამხადეო. ანუ ის ფიზიკურ ტკივილს გრძნობდა. ასევე 31 ფსალმუნში ჩემი სიცოცხლის წვენები გამომშრალია. მისი სისხლის მიმოქცევა შეზღუდული იყო. მისი ნერწყვიც კი აღარ იყო ისეთი გამომშრალი ქონდა პირი. სითხე რომელიც მის ნერვულ სისტემზე იმპულსებს ატარებდა, ფიზიოლოგიურად ისე მოქმედებდა, როგორც ეს ტრამვა შეუძლია. ესე შეიძლება იყოს ფიზიკური და ტრამვითაც გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს ასევე დანაშაულის უზარმაზარი, დამრთგუნველი ტვირთი და შეგრძნება. და დავითმა ეს გაიარა, გახსოვთ, როდესაც მან შეძახა, შენს წინააღმდეგ, ხოლო შენს წინააღმდეგ შევწოდე და ეს ბოროტება შენ თვალში ჩავიდინეო. ასე რომ თუ ღმერთი გჟის, ჩემი პირადი რწმენაა, რომ თუ ღმერთი გჟის, მას ასევე უნდა, რომ ეს შენ გაიგო და შეიგნო და გამოიკულიო. ამიტომ თუ ცდილობ გაიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში, ფიქრობ, რომ აუცილებლად გაიგებ. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ შენ შეგიძლია ეს იცოდე. თუ მე არ ვიცი, რომ ცოდვაში ცხოვრობ, მე ვერ გეტყვი ამას. ასე რომ თუ შენ მიხვდები, გამოიკვლევ, არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს სასჯელია, თუ შენ ამას გამოიკვლევ. ამიტომ რა უნდა გააკეთო? შეხედე შენ ცხოვრებას. თუ ამას ვერ ხედავ, მაშინ მხოლოდ შენ შეგიძლია იცოდე უფლამდე თუ რა არის ეს. უფლის გარდა შენ მიხვდები და არა სხვა. მაგალითად მე ვიცი რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. თუ რაიმე ისე არ მიდის ხოლმე, თუ სირთულეები რაღაცა და შებრკოლებები არის ჩემ ცხოვრებაში და არის განსაცდელები, პირველი რამე, რასაც მე ვაკეთებ ჯონ მაკარტური, არის სულიერი ინვენტარიზაცია. იცით ხო ინვენტარიზაცია რა არის? საწარმოში, მაღაზიებში ხდება აუდიტი, გამოკვლევა, აწონდაწონა რა არის გაყიდული, რა არის დარჩენილი, რა არის მოპარული, ვისაც ეს გაუგლია და ვინც მუშაობს ესეთ ადგილებში. მე ბევრი მსმენელი და ჩემი ირგვლივ, ჩემი მეუღლეც ყველანი ამაში იყვნენ დაკავებული და ინვენტარიზაცია ძალიან ხდება წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ უფრო მეტჯერაც და ეს კარგი სიტყვა იმას აქნა მოიშველია ჯონ მაკარტურმა. ესე იგი, რომ გადავხედოთ ჩვენ სულიერ იმაში, რა არის, რა ხდება, რა გაგვიკეთებია, რას ვაკეთებთ, ანუ გამოკვლევა, ანუ ქექვა, ანუ ეგზამინაცია, ბევრი რამე შეიძლება ამას მოუძებნოთ სიტყვა, ხომ შესაბერისი. და რაც შეიძლება დაკვირვებით და ფრთხილად ჩემი ცხოვრების დათვალიერება.
აგრძელებს ჯონ მაკარტური. რათა მე ვნახო ის თუ არის თუ არა რაიმე არასწორი ჩემ ცხოვრებაში. არასწორი, არაბიბლიური, ან ღმერთთან რაღაცა ისეთი როგორიც მე უნდა ვიყო თუ აქვს ამას რაიმე ადგილი. მე მახსოვს, თქვენს გაგიზიარეთ, რამოდენიმე წლის უკან, როდესაც ჩემ შვილს მარკს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა და გითხრეს, რომ ის შეიძლება მომკვდარიყო. პირველი რაც მე გავაკეთე, ალბათ გაგიკვირდებათ, ის კი არ იყო რომ მე მისთვის ვილოცე. არა, პირველი იყო ის რაც მე გავაკეთე, ჩემი პირადი სულიერი ინვენტარიზაცია მოვახდინე. რადგან არ მინდოდა მე მის ცხოვრებაში რაიმე მიზეზი ყოფილიყავი ამ ამატყოფობის გამო. რაც ჩემი ორგულობის შედეგი შეიძლება ყოფილიყო ღმერთთან მიმართებაში. ასე რომ პირველ რიგში მე საკუთარ ცხოვრებას ვამოწებ, რომ ვნახო რაიმე ხომ არ არის არასწორი. და თუ ჩემ ცხოვრებაში რაიმე კარგად არ მიდის, მე მინდა რომ ჩემი გული გამოვიკოლიო. თუ ამ ინვენტარიზაციას მე კარგად ჩავაბარებ, გავივლი და ცოდვას დაუშვათ მივაგნებ, ხო? და შეიძლება რაღაცეები ვიპოვო. იმ წამს ვიღებ მათ და ვიწყებ აღიარებას და რა თქმა უნდა ამოძირკვას და ზურგს ვაქცევ მათ. ვტოვებ, არ ვიტოვებ მათ ჩემ ცხოვრებაში. თუ ამის მერეც ისევ გრძელდება ეს შეჭირვების ტანჯვის პროცესი, აი მე მაშინ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს უკვე სასჯელი არ არის. არამედ ეს შეიძლება იყოს ჩემი სულის გაძლიერება. და აქ უკვე მეხმარება მეორე კორინთელ წერილში, მე-12 თავში, მე-7-დან მე-10 მუხლებში გახსოვთ, პავლე როგორ გვიძიარებს ანალოგიურ პროცესს და მას ჰქონდა შეჭირვება ეკალიმიცემული და სთხოვა ღმერთს სამჯერ, რომ ეს მოეშორებინა. ანუ მან სულიერი ინვენტარიზაცია ჩაატარა უკვე, როდესაც ეს ეკალე ხორცი ქონდა და ალბათ ამბობდა პავლე, უფალო, რატომ, რა გავაკეთე ესეთი, რამე გამააკეს დანაშაული? და როდესაც სრული ინვენტარიზაცია გაიკეთა, მან უბრალოდ თქვა, კარგი, მივიღებ ამ ეკალს და შევეგუები და დავტოვებ ამას და უფალი ეუნება. აი რატომ? იმიტომ რომ ეს ჩემი მადლი საკმარისია შენთვის და ჩემი ძალა სრულყოფილება შენ სისუსტეში მოდის. ანუ თამდაბლობა. ასე რომ ზოგჯერ ეს არის სასჯელი, ზოგჯერ ეს არის უბრალოდ თამდაბლობის პროცესი, რათა ღმერთმა უფრო ძლიერი გაგხადოს და გაგზარდოს სულიერად. საბოლოო ჯამში ამის ცოდნა ერთ-ერთი გზაა, თუ თქვენი ცოდვა აშკარად არ არის ცნობილი, ანუ ხილული ის არ არის, ამ დროს აუცილებლად უნდა ჩაატაროთ ინვენტარიზაცია. და უფლის წინაშე აუცილებელია ეს და პრაქტიკულიც, რათა გაიგოთ თუ როგორ ხდება და რატომ ხდება ეს პროცესი თქვენ ცხოვრებაში. გასაგებია? დიახ, ძალიან კარგი კითხვა. მადლობა ჯონ პასუხისათვის.